ჩვენ შეჩვეულები ვართ სამყაროს ნაცნობი მასშტაბით შევხედოთ. იმის გაფიქრების გარეშე თუ რა საიდუმლოებები იმალება უმცირესი დეტალების დონეებზე. მაგრამ მხოლოდ მიკროსკოპში ჩახედვა საჭირო და ყველაზე ჩვეულებრივი საგნებიც კი ნამდვილ უცხო პეიზაჟებად იქცევა. აი, როგორც ჩემს უკან მონიტორებზე ბექგრაუნდზეა ნაწყვეტები. ქსოვილის ბოჭკოები ჯუნგლებს ემსგავსება, შაქარი მკვეთრ კრისტალებს დაემსგავსება. ქაღალდის ზედაპირი კი მთვარის ვაკეს. ჩვენ წინაშე ყოველდღე იშლება სამყაროს ყველაზე უჩვეულო სანახაობები. უბრალოდ ისინი ძალიან პატარა მასშტაბისაა. მიკროსკოპის ქვეშ კი მათი ზოგჯერ ლამაზი, ზოგჯერ კი საშიში მხარეები სრულად ჩანს. ერთი შეხედვით უწინარი არსებები შეიძლება მონსტრებად მოგეჩვენოთ. სრულიად ჩვეულებრივი საგანი კი საოცრება აღმოჩნდეს. კოდის ამ სერიაში წარმოგიდგეთ ელექტრონული მიკროსკოპის ქვეშ გადიდებულ სხვადასხვა ობიექტებს. ყველაზე შთამბეჭდავი კი წყლის წვეთში არსებული მიკროსამყაროა. მსოფლიოში ათასობით ტბა და პატარა წყალსადევია და ყველამ ვიცით თუ რა ცხოველები ბინადრობენ იქ. თევზები, ბაყაყები და იხვები. მაგრამ ბნელ წყალში ლამაზ ლოტოსებსა და თავისფეხებიანებს შორის იმალება უამრავი დაუჯერებლად პატარა ცხოველი და მიკროსკოპული ორგანიზმები. თუ ოდნავ ახლოდან დავაგვირდებით, აღმოვაჩენთ სრულიად განსხვავებულ სამყაროს წყალქვეშ. თევზებსაც უწევთ ჭამა დრო და დრო და ასეთი ცოცხალი ჭია, სწორედ ისეთი საჭმელია, რაც მათ მენიუში შედის. ეს ჭია შავ ჭიას სახელით არის ცნობილი და ახლონათესავია იმ მარცვლოვანი ჭიებისა, რომლებსაც მიწაში ვხვდებით. თუმცა ეს ჭია ბევრად პატარაა. შავ ჭიები სიგანეში მხოლოდ 1-2 მილიმეტრამდე იზრდებიან, მაგრამ სიგრძეში შეიძლება 10 სანტიმეტრსაც მიაღწიონ. ისინი ჩვეულებრივ ტბებისა და წყალსადევების ფსკერზე ცხოვრობენ და ლპობადი მცენარეებითა და სხვადასხვა მიკროორგანიზმებით იკვებებიან. ჭიის შიგნით ნათლად ჩანს საჭმლის მომნელებელი სისტემა და ტალღისებური მოძრაობა, რომლითაც საკვები ერთი ბოლოდან მეორეში გადააქვს, ზუსტად ისე, როგორც ჩვენს ნაწლავებში ხდება. ჭია ფაქტობრივად კუნთოვანი მილი არის. თუ მათ სპეციალური პოლარიზებული შუქით გავანათებთ, კუნთების ფენები ფერს იცვლიან მათი განლაგების მიხედვით, რაც საოცარ ვიზუალურ ეფექტს ქმნის. და იმის მიუხედავად, რომ ეს ყველაფერი მეცნიერულ ფანტასტიკას გავს, შავჭიას აქვს უნარი, რომელიც უფრო ჰორორ ფილმს მოგაგონებთ. როდესაც შავჭიები მრავლდებიან, ისინი ხშირად უბრალოდ იყოფიან ორ ნაწილად. ერთი ნაწილი ახალ თავს იბითარებს, მეორე კი ახალ კუდს. შედეგად მივიღებთ ორ გენეტიკურად იდენტურ კლონს. ეს ჭიები იმდენად დიდია, რომ თუ ტბიდან ან წყალსატევიდან აღებულ წყლის ნიმუშს დააგვირდებით, შეუიარაღებელი თვალითაც კი შეიძლება დაინახოთ. მაგრამ შემდეგი ცხოველები იმდენად პატარა არიან, რომ მიკროსკოპის გარეშე შეუძლებელია მათი დანახვა. ეს უცხოპლანეტელის მსგავსი არსება არის როტიფერი, სხვა სახელით ბორბალთვალა ცხოველი. ეს ცხოველები მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პატარა ცხოველთა რიგს მიეკუთვნებიან. ზოგიერთი მათგანი მხოლოდ 50 მიკრონის ზომისაა. სახელი ბორბალთვალა მათ იმიტომ დაარქვეს, რომ თავზე მოძრავი წვრილი ბუსუსები აქვთ, რომლებიც ბორბლის მბრუნა ფორმას გავს. თუმცა სინამდვილეში ეს ბუსუსები არ ტრიალებენ, არამედ სინქრონულად ტალღისებურად ირხევიან. როტიფერი იყენებს ცილიებს მოძრაობისათვის და საკვების შესაგროვებლად. აქ ნაჩვენებია ცილიები ნელმოქმედებაში, რაც საშუალებას გვაძლევს უკეთ დავინახოთ თუ როგორ მუშაობს ეს მექანიზმი. ეს მდედრი როტიფერი ისეთი სასიამოვნოა ბრჭყალებში, რა თქმა უნდა, რომ კამერის წინ თავადვე ტრიალებს, რაც მის ანატომიაზე 3D ხედვის საშუალებას გვაძლევს. ასევე კარგად ჩანს კვერცხები, რომლებიც რამდენიმე დღეში გამოიჩეკება. ბორბალთვალა ცხოველებს შეიძლება ჰქონდეთ რამდენიმე თვალი, მაგრამ მათი თვალები არაფრით ჰგავს ჩვენს თვალებს. ისინი ძალიან მარტივია და მხოლოდ სინათლის ინტენსივობას და მიმართულებას აღიქვამენ. ეს კონკრეტული როტიფერი ცურვის მოყვარული არ არის და ყვავილზე თავისებურ მილში ცხოვრობს, რომელიც მას იცავს. ტბებსა და წყალსატევებში კიდევ ერთი გავრცელებული ორგანიზმია. სტენტორი, რომელიც ასევე იყენებს ცილიებს მოძრაობისა და კვებისათვის. შეხედეთ მათ ფორმას, მარტივად მიხვდებით, რატომ ეძახიან მათ საყვირას ფორმის ცხოველებს.
მაგრამ სახელის მიუხედავად ისინი არ არიან ცხოველები, არამედ მხოლოდ ერთი უჯრედისგან შედგებიან. სტენტორები ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთუჯრედიანი ორგანიზმებია დედამიწაზე. ყველაზე დიდები სიგრძეში 2 მმ-მდე იზრდებიან, რაც იმაზე დიდია, ვიდრე ზოგიერთი პატარა ცხოველი, რომლებსაც 1000-ზე მეტი უჯრედი აქვთ. მაგალითად, როტიფერები და ტარდიგრადები. თუმცა აქ ნაჩვენები სტენტორები უფრო პატარები არიან და მიკროსკოპის გარეშე უხილავი. სტენტორები შეიძლება იყვნენ თეთრი ფერის, მაგრამ ასევე გვხვდებიან ვარდისფერი, ლურჯი, ყავისფერი და მწვანე. მწვანე ფერი მოდის წყალმცენარეებისგან, რომლებიც მათ უჯრედში ცხოვრობენ. იმის მიუხედავად, რომ ეს შეიძლება პარაზიტს ჰგავდეს, წყალმცენარეებსა და სტენტორებს შორის სიმბიოტური კავშირია, ერთმანეთს ეხმარებიან გადარჩენაში. წყალმცენარეები დაცულები არიან სტენტორების უჯრედში და სანაცვლოდ მისთვის ჟანგბადსა და საკვებს აწარმოებენ. რა თქმა უნდა, კიდევ ბევრია წყალმცენარეების სახეობები, რომლებიც ცალკე ცოცხლობენ და ყველა მწვანე არ არის. ეს მშვენიერი მიკროსკოპული ბურთულები სეინერას ოქროს წყალმცენარეების კოლონიაა. თითოეული კოლონია მხოლოდ 25 მიკრონის ზომისაა, რაც ადამიანის თმის სისქის მეოთხედზე ნაკლებია. თემსოფლიოში გვხვდებიან მტკნარ წყლებში და ჩვეულებრივ მცირე რაოდენობით მრავლდებიან. მაგრამ გაზაფხულსა და შემოდგომაზე, როცა წყალი ცივია, შეიძლება მოხდეს მათი მასიური გამრავლება, ერთგვარი ბლუმი და წყალი შეიძლება ყავისფრად შეიფეროს. ასევე მკვეთრად აუვიდეს თევზის სუნი, წყალმცენარეების მეტაბოლიზმის ნარჩენების გამო. თითოეული უჯრედი აღჭურვილია 2 წამწამით, ფლაგელა, რომლებიც საშუალებას აძლევს საინერას თავისუფლად იმოძრაოს წყალში. ისინი ასევე იყენებენ თვალის მსგავს ძალიან პრიმიტიულ ფორმას, რომელიც სინათლის მიმართულების პოვნაში ეხმარება, რათა უკეთ მოახდინონ ფოტოსინთეზი. ხომ საინტერესოა მიკროსკოპული ბიოლოგია? თუ უკვე მოგეწონა, რასაც უყურებთ, ხომ მოიწონო ვიდეო და დააკომენტარო კიდეც. ეს ძალიან მნიშვნელოვანია мотивაციისა და თქვენი ინტერესების გაგებისთვის. რასაც შემდგომი ეპიზოდების იდეების გენერირებისას გავითვალისწინებ. ახლა კი გავაგრძელებ მიკროორგანიზმების მრავალფეროვან სამყაროს. როცა ერთუჯრედიან სიცოცხლეზე ვფიქრობთ, ხშირად წარმოგვიდგენია პატარა, გამჭვირვალე, წრიული ფორმის ამებას მსგავსი ორგანიზმები. მაგრამ მიკროსამყაროში ცხოვრება ბევრად უფრო მრავალფეროვანი და რთულია, როგორც უკვე აქამდეც ვნახეთ. ერთუჯრედიანი ორგანიზმები განსხვავდებიან ერთმანეთისგან ფორმით, ზომით, ფერითა და ფუნქციებით. ახლა უფრო ახლოდან დავაკვირდებით მიკროსკოპულ მრავალფეროვნებას, რამდენიმე წვეთი წყლის მაგალითზე, რომელიც ტყის ტბორიდან არის აღებული. ნიმუშში ბევრი მწვანე, სხვადასხვა ფორმისა და ზომის ერთუჯრედიანი ორგანიზმი გვხვდება. ეს ორი თითქოს ცეკვავენ კიდეც. რაც მათ აერთიანებთ არის ის, რომ ყველა მათგანის უჯრედში წყალმცენარეები სახელად ალგები ცხოვრობენ, სწორედ ისინი აძლევენ მწვანე შეფერილობას. ეს სიმბიოტური ურთიერთობა ორივე მხარეს აძლევს სარგებელს. ალგები ორგანიზმში წარმოქმნილი ნარჩენებით იკვებებიან, ხოლო სანაცვლოდ აწარმოებენ ჟანგბადს და თითქოს პატარა ჟანგბადის ქარხნებად იქცევიან. ეს ურთიერთობა მათ საშუალებას აძლევს იცხოვრონ დაბალ ჟანგბადიან გარემოში, ამ შემთხვევაში წყალში. ეს მოყვითალო არსებები ჭიები არ არიან. ესეც ერთუჯრედიანი ორგანიზმებია, სახელად სპიროსტომა. იმის მიუხედავად, რომ ისინი ჭიებს გვანან, რეალურად პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ორგანიზმებად ითვლებიან. სპიროსტომას უჯრედებში არის ბოჭკოები, რომლებიც კუნთებს წააგავს და საშუალებას აძლევს უმნიშვნელოვანეს მექანიკურ რეაქციებზე სწრაფად მოახდინონ პასუხი. ისინი წამში რამდენიმე მილიწამში იშლებიან და ეს რეაქცია დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ მოძრაობად ითვლება. აქ ერთ-ერთი სტენტორი სპიროსტომას ალყაში აღმოჩნდა მომწყვდეული. წყლის ამ ნიმუში მრავლად გვხვდება მრავალუჯრედიანი ორგანიზმებიც. თუმცა ამ ვიდეოში მხოლოდ ტბის წყლის მიკროორგანიზმებზე არ მინდა გესაუბროთ. მოდი შევხედოთ უფრო ფართო სივრცეში, რასაც ოკეანე ჰქვია. რა არსებები ხვდებიან მიკროსკოპული დაკვირვების ქვეშ. ალბათ ტბის მაგალითის ფონზე კიდევ უფრო დაგაინტერესებთ. მოდი გავეცნოთ რამდენიმე მათგანს. სიამოვნებით ვეფლობით გრილ ოკეანესა და ზღვებში, ცხელ და მზიანი ზაფხულის დღეებში, მაგრამ თუ ამ წყალს უფრო ახლოდან ჩავხედავთ, ეს იდილიური სურათი იშლება. ოკეანეში იმდენი სიცოცხლეა, რომ შეუძლებელია ოდესმე მარტო იბანაო და აქ არ გულისხმობ არც ზვიგენებს, არც თევზებს და არც სხვა ადამიანებს.
ვგულისხმობ ორგანიზმებს, რომლებიც იმდენად პატარა არიან, რომ შეუძლიათ შეუმჩნევლად შემოაღწიონ შენს საცურაო კოსტიუმში და იფართხალონ შენს კანზე. მოდი ვნახოთ რა იმალება ჩვენს სხეულზე ცურვის შემდეგ. პირველი ორგანიზმი, რომელიც მინდა გაჩვენოთ, არის კიბოსნაირი, სახელად ოსტრაკოდი. დაახლოებით ქვიშის მარცვლის ზომის არიან, მაგრამ ზოგი სახეობა 30 მმ-მდეც იზრდება. მათ უცნაური ანატომია აქვთ, მამრებს ორი პენისი აქვთ, რომელიც ემთხვევა მდედრების ორ სასქესო ხვრელს. და თუ ეს საკმარისად უცნაური არ არის, თითეული სპერმატოზოიდი შეიძლება იყოს ოსტრაკოდზე 6-ჯერ გრძელი, ამიტომ ის უნდა დაიხვიოს სათესლე ჯირკვლებში შეჯვარებამდე. შემდეგი არის პატარა იზოპოდური კიბოსნაირი, სახელად იდოტეა. შეიძლება იცნობ მის ხმელეთის ნათესავს ხოჭოს. ხოჭო ბევრად დიდია, მაგრამ ორივეს სხეულის აგებულება ერთნაირია. იზოპოდებს მათ შორის იდოტეასა და ხოჭოს 4 ყბა და 7 წყვილი ფეხი აქვთ. შესაბამისად, მადაც კარგი აქვთ. სამარაუდოდ ჩვენს გარშემო ცურვისას კიდევ არიან სხვა პატარა ცხოველები, ტკიპები. ეს პატარა 8 ფეხა მონსტრები საშინელებათა ფილმიდან გადმოსულებს გვანან და შემთხვევით სულაც არა. ტკიპების ნათესავია ობობაც და მათი პირის ნაწილები ძალიან გავს ერთმანეთს. რაც იმას ნიშნავს, რომ ტკიპებს შეუძლიათ კბენა. ზოგი ტკიპა მცენარეებით ან სოკოებით იკვებება, ზოგიც ცხოველებით. მაგრამ ნუ იდარდებ, ტკიპები ძალიან პატარა არიან იმისათვის, რომ ადამიანებს რაიმე ზიანი მიაყენონ, არც ტკივილი. მის ნაკმენს ვერც ვგრძნობთ. არ დაგვავიწყდეს, რომ სამყაროში ყველაფერი ერთმანეთით იკვებება. მრგვალი ჭიები, ანუ ნემატოდები, ჩვეულებრივ მიწაში ცხოვრობენ, მაგრამ ასევე მრავლად არიან ოკეანეშიც. ზოგი მათგანი პარაზიტია, მაგრამ ეკოსისტემისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი შლიან ორგანულ მასალას და ნივთიერებებს ბუნებაში აბრუნებენ. ასე ვთქვათ, გამხრწნელი არსებები არიან. ამ კადრში ნემატოდას პირი ნაჩვენებია 300-ჯერ გადიდებულად. შეიძლება ცურვისას გარშემო სხვა ჭიებთანაც გქონდეს საქმე. მაგალითად, ჯაგრიანი ჭიები. ისინი 500 მილიონ წელზე მეტია დედამიწაზე ცხოვრობენ და პლანეტის ყველა კუთხეში გვხვდებიან. ზოგი სახეობა აღმოჩენილია ოკეანის ყველაზე ღრმა ნაწილშიც კი, 10 კილომეტრზე ღრმად. როცა ჯაგრიანი ჭია იჩეკება, ლარვის ფაზაშია. ის ნელ-ნელა იმატებს სხეულის სეგმენტებს და ზრდასრულ ჭიად იქცევა. მის სხეულზე მოთავსებული პატარა ბუსუსები ჯაგრებია, რომლებიც ქიტინისგან შედგება, იგივე ნივთიერებისგან, რასაც მწერების ეგზოსკილეტი, ანუ გარეთა ჩონჩხი. ჯაგრიანი ჭიების 10,000-ზე მეტი სახეობა ცნობილი და მათი 98%-ზე მეტი მარილიან წყალში ცხოვრობს. ოკეანე სავსეა სხვადასხვა კიბოსნაირებით, კიბოები, კრევეტები, ლობსტერები, მაგრამ არიან პატარა კიბოსნაირები, სახელად კოპეპოდები. ისინი ჩვეულებრივ 1-2 მმ-ის ზომის არიან, თუმცა ზოგჯერ ყველაზე დიდები 10 მმ-მდეც იზრდება. ზოგი მათგანი კვერცხის სტომრებს ატარებს. როცა კვერცხები გამოიჩეკება, პატარა ლარვა იბადება, რომელიც ცოტათი კიბოს ჰგავს და ზრდასრულობამდე ბევრჯერ იცვლის გარსს. კოპეპოდები პლანქტონის უდიდეს ნაწილს შეადგენენ და ზოგი ამბობს, რომ ისინი ქმნიან პლანეტის ყველაზე დიდ ცხოველურ ბიომასას. ეს კიდევ ერთი კიბოსნაირია, გამარუსი, იგივე სკადი. ამ სახეობას კვერცხები ზურგით გადააქვს, რომლებიც რამდენიმე დღეში გამოიჩეკება. ეს კი მისი ახალდაბადებული ლარვაა. მხოლოდ რამდენიმე საათის და სულ რაღაც 1 მმ-ის სიგრძის. მას მარტივად შეუძლია შენს საცურაო კოსტიუმში შეუმჩნევლად შეღწევა. კიბოსნაირებს სისხლი არ აქვთ. ამის ნაცვლად აქვთ სითხე, რომელსაც ჰემოლიმფა ეწოდება. აქ ხედავ, როგორ მოძრაობენ მისი იმუნური უჯრედები, ჰემოციტები, გრძელი ანტენისებრი სხეულის შიგნით. ჰემოციტებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ იმუნურ სისტემაში. ჰემოლიმფა კი ჟანგბადისა და საკვების გადატანას უზრუნველყოფს. ოკეანე სამსეა ლოკოკინებით, რომლებიც ზღვის ფსკერზე დაძრობიან და ეძებენ ბაქტერიებს, ან ლპობად მასალას საჭმელად. მაგრამ ახალ გამოჩეკილი ლოკოკინა მიკროსკოპულია და წყალში თავისუფლად ტივტივებს. ასე რომ სამარაუდოდ შენი ფეხის გარშემო არამხოლოდ ლოკოკინები დაძრწიან, არამედ მიკროსკოპული ლოკოკინების შვილებიც შენი საცურაო კოსტუმის გარშემო არიან. ამ კადრში ახლოდანაა ნაჩვენები ამ ლოკოკინას პირი. მრგვალი და ჯაგრიანი ჭიები ერთადერთი არ არის. ოკეანეში ბევრი ბრტყელი ჭია და სხვა პატარა ჭიაგვარი ორგანიზმიცაა. ისინი ქვიშაში იმალებიან შენს ფეხქვეშ ან წყალში გარშემო ტივტივებენ. ბევრ ბრტყელ ჭიას ანუსი არ აქვს, ამიტომ ნარჩენებს პირიდან გამოხრის, ფაქტობრივად ამოანდენს ნარჩენებს. ზოგ სახეობას საოცარი რეგენერაციის უნარი აქვს. თუ ჭია ორად გაიჭრება, ორივე ნაწილი აღდგება, ერთი კუც ამოიდენს, მეორე თავს.
იმის მიუხედავად, რომ ზოგი ბრტყელი ჭია პარაზიტია, მათი უმეტესობა ადამიანისათვის უვნებელია. და ბოლოს, ერთუჯრედიანი ორგანიზმები. ისინი უკიდურესად გავრცელებულნი არიან ოკეანეში და სხვადასხვა ზომისა და ფორმის ხვდებიან. ზოგი მათგანი ცილიატებია. ისინი იყენებენ პატარა ბუსუსებს, ცილიებს, გადაადგილებისა და საკვების მისაღებად. სხვა ერთუჯრედიანი დიატომებია. ეს წყალმცენარეებია და ისინი წარმოქმნიან პლანეტის ჟანგბადის დაახლოებით 20%-ს. თუ გარემო პირობები ხელსაყრელია, ერთუჯრედიანები სწრაფად მრავლდებიან. აქ ორი უჯრედი გაყოფის პროცესშია, ერთი უჯრედი ორად იყოფა და ასე შემდეგ. ასე რომ, როცა მორიგ-ჯერზე ტბას ჩაუვლი, ან ზღვაში საცურაოდ ჩახვალ ოკეანეში მით უმეტეს, უკვე გეცოდინება, რამდენად საოცარი მიკროსკოპული სიცოცხლე იმალება ზედაპირს ქვეშ. ზოგჯერ მონსტრული შესახედაობის. მიკროსკოპული სიცოცხლე უკიდეგანოდ ლამაზი და მრავალფეროვანია. ამიტომ, რა თქმა უნდა, ერთი ეპიზოდით სრულ სურათს ვერ შევქმნი ამ სამყაროს შესახებ. ეს იგივეა, რაც მიკროკოსმოსი. კიდევ მინდა მომავალში მსგავსი ეპიზოდის მომზადება უკვე ხმელეთზე მცხოვრები მიკროარსებების შესახებ. ასევე იმ პარაზიტულ მიკროორგანიზმებზეც, რომლებიც ჩვენს სახლში, საწოლში და ჩვენი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ცხოვრობენ. რამდენად სახიბათო არიან ისინი? ან რამდენად უვნებელი? სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებ მომავალ ეპიზოდებში მიკროსიცოცხლის შესახებ. თუ გინდა დაგვეხმარო უფრო ბევრი და უკეთესი ვიდეო შექმნაში, ვთხოვ რომ მოიწონო და დააკომენტარო ვიდეო და რაც მთავარი და მნიშვნელოვანია ჩემთვის, გამოიწერე კოდის YouTube არხი. დროებით.